მერწყულებს უჯდებათ მეგობრებო, მერვე სახლში, მერვე სახლი ჩვენთან ცოტა კრიზისები არის, მაგრამ ტრანსფორმაციული ენერგია არის. შეიძლება სიახლე არის შესატანი რესურსებთან, სხვის რესურსებთან. მერვე სახლი ეს არის მეუღლის ან პარტნიორების ფული, რესურსები, ან ვინმე თუ ბჭყალებში გვიგზავნის ფულს ან გვარჩენს, ან სხვის ხარჯზე ვართ, გინდ ფინანსურად, გინდ ახლა ან სხვის სახლში ვცხოვრობ, ან სხვისი მანქანა მყავს მაგალითად, ან სამსახურის მანქანით დავდივარ სიტყვაზე, ან შეიძლება სხვისი ფული მემაბარია და კომპანიას ვმართავ. ესეც მერვე სახლის ენერგია არის. აი აქ მერწყულებისთვის იქნება მნიშვნელოვანი რესურსების თემა, ოღონდ რომელიც სხვებთან არის დაკავშირებული. ეს არ არის სამსახურის ფული, რომ აი სტაბილურად ხელფას ვიღებ, რომელიღაცა კომპანია მიხდის. მერვე სახლი არის უფრო აი კონკრეტულ ფიგურებთან, რომ გავდივარ, რომელზეც ვარ დამოკიდებული. ხო, ვინც მაგალითად ფრილანსერი არის, თავისუფალ მუშაობაში არის და პირადად თვითონ გადის ფსიქოლოგები მაგალითად კლიენტურაზე, ეს მერვე სახლის ფინანსები არის. აი მერწყულებთან შეიძლება ან ფინანსების, სხვების რესურსების თემატიკა დადგეს ძალიან ისე დასალაგებელი, მოდი ესე ვთქვათ, რომ რაღაცა გრაფიკი მჭირდება, უნდა დავალაგო ის, რომ ამ ხალხის ენერგიასთან ან ხალხის რესურსებთან მქონდეს ურთიერთობა, მივიზიდო ეს რესურსები. მერვე სახლი არის უფრო, რომ მე მჭირდება სხვების ენერგიასთან კონტაქტი, რომ მივიზიდო რაღაც მატერიალური რესურსები, სხვებზე ვიყო დამოკიდებული. რაღაც სიახლე მაქვს აქ შესატანი. ზოგთან შეიძლება იყოს, რომ რაღაც კრიზისები არის გასავლელი, რაღაც დანაკარგები არის მისაღები, რომ ახალ ენერგიასთან გავიდეს. ხო, ეს დანაკარგები მერვე სახლული შეიძლება იყოს მატერიალური კრიზისები, შეიძლება ფსიქოლოგიური კრიზისები, აი მორალთან დაკავშირებით სიახლეები არის, შესატანი არის, ხო? ზოგთან შეიძლება რაღაც სექსუალურ თემატიკასთან იყოს, ზოგს მერწყულებს კონდეთ, აქ პრობლემა, ნდობის პრობლემა შეიძლება ხა სექსუალური ენერგია, აგრესია და ნდობა ჩვენთან ერთ ენერგიაში განიხილება. ერთში თუ არის დარღვევა, დანარჩენიც ირღვევა. და ამიტომ აი ეს თემები, ნდობა, ადამიანებთან ღრმა კონტაქტი, ეს ყველაფერი მერვე სახლური ენერგია არის და ზოგ შეიძლება საერთოდ ფინანსებთან არ ქონდეს გამოწვევა, მაგრამ გადატვირთვა იყოს საჭირო პარტნიორებთან ნდობის თემაში. განვაახლო რაღაც ჩემ თავში, ის ტაბუები უნდა დავამსხვრიო, ახლებურად შევხედო ნდობის თემას. აქ სექსუალური ენერგიაც იგულისხმება, მატერიალური რესურსებიც იგულისხმება, კრიზისებიც იგულისხმება, იმიტომ რომ მე თუ ბაზისური ნდობა არ მაქვს სამყაროსი. იქ მე ვიკეტებ, შესაბამისად რესურსებიც იკეტება, სხვების ენერგია იკეტება და მე თითქოს გარიყული ვარ, ხო? ზოგთან შეიძლება იყოს სიახლე დასაწყები, რომ სადღაც ზედმეტად გასცემს ამ რესურსებს, ენერგეტიკულ რესურსებს.